საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, მართსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვა გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს მისი განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ძმები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს გჯ-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგანაც თანხმობა მიიღეს და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გჯ-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ-უსთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა, რის შემდგომაც სამივე ბრალდებული გ-ს სისტემატურად აწვდიდა დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. გჯ-მ ასევე ბრალდებულ გკ-სთან ერთად ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ სწ-სგან მართსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი იარაღი გჯ-მ გ-ს გადასცა. მიმდინარე წლის მარტის თვეში ბრალდებულებმა ძმებმა გჯ-მ გ-ს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით. 2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში, აღნიშნული ინფორმაცია გჯ-მ და ბრალდებულმა ძმებმა მიაწოდეს გ-ს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის დაგეგმილი მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ასევე რამდენიმე გასროლა განახორციელა ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით, რომელმაც სროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული პირი ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გჯ-სთან. 2025 წლის 15 მარტს გ-უ დაბრუნდა თბილისში და მივიდა სასტუმრო თბილისი თაუვერში, სადაც სურდა გჯ-ს ნახვა, თუმცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმრო თბილისი თაუვერის ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა მის ტელეფონზე და სოციალურ ქსელ WhatsApp-ზე დაკავშირება. ამის შემდეგ კვლავ გჯ-ს ნახვის მიზნით 16 მარტს მივიდა მისი ნათესავის მბ სამსახურში, საიდანაც ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაუკავშირდა მას და კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით 1 საათში დატოვა მითითებული ადგილი. 17 მარტს გჯ-სთან კონტაქტის დამყარების მიზნით გ-უ კვლავ მივიდა მბ სამსახურის ტერიტორიაზე, თუმცა კვლავ ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაციის დამყარება. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს გჯ-ს ნათესავის მბ-ს სამსახურთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ამოღებული ათეულობით საათის საათვალთვალო კამერის ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახური ანძების ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებული არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს 2025 წლის 11 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 3 პირი გმ, გკ და მბ დააკავეს. ბრალდებულებს ძმებ გმ-ს და დმ-ს და გჯ-ს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გკ-ს ბრალდება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, მართსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მბ-ს ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით.